თხილის ბაღს მთელი წლის განმავლობაში სჭირდება ყურადღების მიქცევა. ამიტომ უნდა გაითვალისწინოთ, რომ მოსავლის აღებისთანავე უნდა დავიწყოთ თხილის ბაღის მოვლა. პირველ რიგში გაათავისუფლეთ ნარგავები ზედმეტი ამონაყარისგან. ეს ამონაყრები უნდა მოვაცილოთ აუცილებლად, ადრე უნდა ყოფილიყო ეს მოცილებული, გაზაფხულზე ივნისის თვეში სცილდება ეს ან მექანიკურად, აი ეს სეკატორის საშუალებით. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ თხილის ხის ძირები დავამუშაოთ კონტაქტური ჰერბიციდებით, რომ მცენარე გათავისუფლდეს ზედმეტი ამონაყარისგან. ფოთოლცვენის შემდეგ, ან ფოთოლცვენის დაწყებამდე კიდევ შესაძლებელი არის ოქტომბერ, ნოემბერ, დეკემბერ, იანვარში, თებერვალში შესაძლებელი არის. აი ამ ბუჩქს რო ხედავთ, უკვე ჩახშირებულია ეს ბუჩქი, ფორმირებული არ არის. ასეთ ბუჩქში ხოლმე სინათლე ნაკლებად აღწევს, აერაცია ცუდი არის. აქ ასეთ შემთხვევაში მავნებლები და დაავადებები თავრძნობენ კომპორტულად და შემდეგში ვრცელდება და აზიანებენ მცენარეს. ამიტომ მცენარე უნდა აუცილებლად გაისხლას. გასხვლისას გაითვალისწინეთ, რომ მცენარის ტოტები 5-7 სანტიმეტრით მაინც უნდა იყოს დაშორებული ერთმანეთისგან. ნასხლავი მასალა კი ბაღიდან უნდა გაიტანოთ და დაწვათ. შემდეგი ღონისძიება კი პროფილაქტიკური წამლობაა. როგორც ფაროსანა, ასევე სხვა მავნებლები აზიანებენ მცენარეს. მაგალითად, სოკოვანი დაავადებები, ბაქტერიოზი, ყავისფერი სიდამპლე და ასე შემდეგ, რომელთა წინააღმდეგ საჭიროა სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარება. ამ დროს მცენარე უნდა შეიწამლოს სპილენძის 2%-იანი ხსნარით. პირველ საჭირო არის გამოყიერება ნიადაგის, შევიტანოთ კირი. შეგვაქვს აუცილებლად ოქტომბრის თვეში. თქვათ თუ 1/1 გვინდა თქვათ მშავიანობის დაწევა, მაშინ 5-6 ტონა და ასე შემდეგ დაფქვილი, კარგად დაფქვილი კირქი ან დოლომიტი შეგვაქვს. სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ კირის მოყრა მცენარის მხოლოდ ფესვებზე შედეგს არ მოიტანს. უკეთესია თუ სასუქს მოვფანტავთ სრულად მიწის ნაკვეთზე. კარგი იქნება თუ მაგით ჩაკეთდება, ანუ ჩაიხმნება ან ჩაითოხმება. მაშინ ეს კიდევაც კირი და კიდევაც ეს სასუქები შეგვაქვს როგორც აზოტი, ისე ფოსფორი და ისე კალიუმი. გარდა ამისა, განაყენების თვალსაზრისით ოქტომბრის თვეში. ამას გარდა გახსოვდეთ, თხილს სხვადასხვა დაავადება შეიძლება დაემართოს, დაწყებული კვირტის ტკიპიდან დამთავრებული ნაცრამდე. შესაბამისად, სანამ მკურნალობას დავიწყებთ, კარგად უნდა ვიცოდეთ, რა დაავადებაზე ვმკურნალობთ მცენარეს და ასევე გასათვალისწინებელია აგროვადები. ანუ აგროვადა, ამისთვის საჭირო არის მონიტორინგი ჩატარება ყოველთვის ბაღში. უნდა გავიაროთ ყოველ მეორე, მესამე დღე ჩვენ ბაღში და დავათვალიეროთ რა არის, რომელი დაავადებაა, რომელი მავნებელია. მაგალითად, აზიური ფაროსანა წინააღმდეგ ასეთი მეთოდოლოგია შემოგვთავაზა იტალიელებმა, მას ვიყენებ ჩვენ. დილის ადრე მზის მოსვლისთანავე შევდივარ ბაღში და დავაფენთ ხოლმე თეთრ ტილოს ან ბრეზენტს, შემდეგ დავბერტყავთ ამას. კარგად 1-2-3 ხელის დედატოტს და გავაღმოჩნდება, რომ არის ფაროსანა 1-2, მაშინ უნდა მივიღოთ ღონისძიება და უნდა შევწამლოთ, დროზე უნდა შევწამლოთ. შემოდგომა ზამთრის სამუშაოები დასრულებულია. რაც შეეხება გაზაფხულზე კვლავ ვანოყიერებთ მიწას სასუქებით, ხოლო საზაფხულო სამუშაოები წყლის დრენაჟით უნდა დაიწყოთ. გახსოვდეთ, თხილს მართალია უყვარს წყალი, თუმცა გადამეტებული რაოდენობა ჩვენს მოსავალს მხოლოდ ზიანს მოუტანს. მოსავლის აღების წინა პერიოდში ჩვენ კიდევ ვაკონტროლებთ სიტუაციას და თუ არის ბაღში ფაროსანა, მაშინ მოსავლის აღებამდე 10 დღით ადრე, 15 დღით ადრე ვითვალისწინებთ პრეპარატის ლოდინის პერიოდს, იმის მიხედვით ვწამლავთ. უნდა შეწყდეს შემდეგ წამლობა და მოსავალი უნდა შემდეგ მოსავლის აღების პერიოდი დგება. და ბოლოს, რამდენიმე შტრიხიც თხილის მოსავლის აღებამდე. მოსავლის აღებამდე პლანტაცია თავისთავად ცხადია, უნდა დასუფთავდეს, გაიწმინდოს, რომ მოსავალი არ დაიკარგოს და შემდეგ მოსავალის აღების პერიოდში არის მთავარი მომენტი, რომ მოსავალი უნდა აღებული უნდა იქნეს რაც შეიძლება შემჭიდრებულ ვადებში. რომ თხილი აღარ გაგვიფუჭდეს შემდეგში. ასე ხდება ეს ყველაფერი ციკლი თავიდან ბოლომდე, ანუ მოვლა-მოყვანის ციკლი, მოსავლის აღების ციკლი.